კაროჩე რა კიდე ჩამოათრიეს ვიღაცები ჩემი ახლა ამათი ატანა არა მაქვს მაგიდი დამოწყ ჩემი კაი მოიცადეთ ახლა რა მოდი ერთი წუთი ძმა მომიყევით აბა ვინ ახართ რა ხართ რას წარმოადგენთ რატო ხართ აქ მიდი შენ აბა შენ რა ქვია სულ მარცხნივ ხარ კაი ეს ამას ლაპარაკი არ უყვარს როგორც ჩანს აბა სულ მარჯვნივ რო არის შენ რა ქვია ბრა ეყლიო მე მეუნები ბრა იზმაო შენ რა ქვია მე ასური მქვია ბრა შენი სახელი მე ჯონი მქვია აქაური ვარ შენ საიდან ხარ ბრატ მე დანელი ვარ ძმა მთებში წამოვედი დაიდუნო მისიაზე ამერიკაში რანაირად მოხდი ბოდიში მაგრამ სამსახურში და ამ ინფორმაციას ვერ გავამხილე კარგი ძმაო მენდი დაუბრუნდი შენს მაგიდას და ну მოკლედ შენს გამეცანა შენ ერთი მომისმინე რა აქ ეს რო გვეკითხები რაღაცებს შენ აქაურობის მიხარ და რას განაგებერდი ეგ მითხარი ჯერ შენ მე აქაური ვარ ძმაო მე აქ გაგაცნობთ რა როგორ უნდა ქნა და როგორ უნდა ხო და აქაური ხარ იქაური ხარ არ ვიცი მიხარ ეგ მითხარი აქ შენ ამ სახს ფლობ თუ რა შვები მითხარი თქვენ ძმა გინდათ რომ გადარჩეთ აქ აუა ბიჭო მომისმინე მე რა მინდა ის მე ვიცი ძმა შენ მე რასაც გეკითხები მე მაგაზე გამეცი ახლა პასუხი ისმინე ძმაო შენ აქ თუ გინდა რომ არ მოყდე, არ დაიბრიდო, უნდა მოხვიდე ჩემთან, მკითხო რა როგორ ხდება. ბიჭო, ხალიეზე მკიდი, აიგა, ვინ ხარ მე, გაკაურობის. ეს ახლა შენია. მეტები ხო არ მოგდის ძმაო, თუ გინდა გავიდეთ გარეთ და გავარკვიოთ. იქნება იყოს აქ. იცმე, თუ გვიამდენი ხანია, აღარა ატან ამის. რა ხდება ბიჭო, რა რჯულის სახართ თქვენ? მეგრელი ვარ. გათათუთა ჭხია ვარ მე, ხორებისგან დაშაგრული, მაგრამ კაცი ვარ მაინც ხო იცი? გენაცვალე. ვისაც ჩავაცვი, იმაგამ ხადასწორეთ. გენაცვალე, კარგი კაცი ხარ შენ როგორც ჩანს. მოდი გავიაროთ, აბა ბიჭებო. გაგათვალიერებინებთ აქაურობას. გამოვიცვლი უცებ, გამოვიცვლი. კარგი, მოდი დაველოდოთ ამას რა. ბიჭოს, მედი თქვენ ყველა შედით ოთახებში, კაროჩი რა, აიღეთ რაც გინდათ და გავიაროთ ბიჭებო. იოვა. აბა მზად ხართ ბიჭებო. მზად ვარ მე და არ ვიცი სხვისი. კარგი, წავედით. კარგი, მომიყევით თქვენ რის გამო გადმოგასახლეს აქეთ. დავიწყებ მე? თუ არ იქნება პრობლემა სხვასთან. ისმეთ ძმაო, გისმით. მეც ბედრკული საქართველოს შვილი ვარ ბიჭო. მაგრამ ხორება მქნა ეს ყველაფერი რო ჩამაცვა მექსიკურად. აბა, რა გგონია შენ? დათათუთა ჭხია ვარ მე ზუსტად, აბა? საგებია ძმაო, მაგრამ აი აქ ის გამო მოხდი რა დააშავე. ხო იცი აქ უდანაშაულო ხალხი არ ხდება. თუ ჩემსავით მოგიწიათ და ვერ მოითმინეთ. ალბათ ვერ მოითმინეთ ვიღაცამ რაღაცა ცუდად გითხრათ და ნუ გაუქანე რა, ანუ მოსულა ეგეთი რაღაცა ჩემ მორალში გადის რა და მეკითხები მე? როგორც კანონიერად ახლა არ ევასებათ რა, ეგ ხო, ანუ გეკითხებით რა. აი ეგრე მოხდით თუ პროსტა გევასებათ ყაჩაღობა და რამე. ეგ უკვე კაცის ბრალია, ხო იცი შენ როგორია კაცი? ისევ სხვას მეხვა მე ვიტყვი. ისმეთ. თქვენი სახელი გამახსენეთ? ბაჩუკი. ბაჩუკი, ბატონო ბაჩუკი. მე ვთქვი რომ ადამიანი ყლიევია. მაგის გამომაყენეს. კარგი, ეს ამას ყურადღება არ მიაქციოთ მეგობრებო. ვინ შემიძლია? არ ვაქცევ მე, თუ აქცევ სხვა რა, ჩემი პრობლემა მაგ. კარგი, მიაქცია, ამით და შევედი. მაგას აგერ ამ მოდი ვარ მანდა. რა გინდა, ბიჭო, რა დაგიშავეთ, ა? კაცი გაჩაბრა, არადროს არ მომწონა მე, ბავშვობიდან.
წავედით, გავიქეცი ძმა, წავედით. წამო, გავედით აქედან. ხო ხედავთ როგორი საშიში ადგილია. გავიქეცი. ბაჩუკი, მოდი აქ ძმაო. არ ჩამოგჩვე ბიჭებს. მე ახლა ამ ნებო ბუნების ხიდზე ერთი კაი ლექსი გამახსენდა, ჩემი დაწერილია და თუ გინდათ მომისმინე დათა შენ მოგწონს ეგეთი ყლიობები და მომისმინე. ხემ მოისხა პერანგი. აგერ ჩაკუჩი გაიობს. პეპელამ, ჟესტი, ჭამა, სხვა საქართველოსად არის. მომეწონა ეგ ალექსია რა გალაქტიო ტაბიძე არის ვინ არის ძმა მეგობარო მე ასეთი შეკითხვა მაქვს ეგ თუფია საქართველოში მარტო ჩხოროწყუში კარგით მე უბრალოდ ჩაგეჭრებით და რა არის თუფი გამაგებინეთ მეც რა იქნება აი ეს მაგარი თოფი იქნება კიდე ერთი ლექსი ვიცი თუ გინდათ მოდი ლექსები შემოვინახოთ რა შემდეგისთვის და ახლა ხო ხედავთ როგორი საშიშია გაურობა თუ გინდათ რომ არ დაიხოცოთ ერთად უნდა ვიყოთ საშიში აკაურობის რა გიქნათ ბატონო ჯო ინტერესებს ძმა ახლა აქ მე დაგისმენ კაი მეგრელი კაცი ვარ და მაინც უფრო გამჭრია ხეგონება მე მაქვს აი პირველ რიგში რატო უნდა გენდოთ შენ ვაფშე არ ვიცნობ იქ აი გოდეს ადამიანური კითხვა მეტი არაფერი პროსტა რატო უნდა გენდოთ რავი თუ გინდა არ მინდო რავი შენზეა დამოკიდებული მე არ გეუბნები რომ უნდა მენდო არც შენ და არც შენ მაგრამ შენ გვთავაზობ ერთად ყოფნაზე რა გარანტია გვაქვს რომ შენ არ დაგხოცავ ან შენიანი არ დაგხოცავ მე ნდობას არ გთხოვ ძმაო არასდროს არ მithხოვია ნდობა აქ შეგიძლია აქ არავის არ უნდა ენდო ძმაო მე თქვენ რა გონიათ რომ მე თქვენ გენდობით მე არ ვიცი შენ მენდობი არ მენდობი ანუ აქ შენ გვთავაზობ აქ უზრუნველყოფას და კარგად ცხოვრებას და როგორ ანუ რასაც მე ვუყურებ მე აქ დაიწყება ბრძოლა და არ მინდა მეს არ გვინდა ბიჭო გავაგრძელოთ და ბიჭო ნარადო ოიცე ქუჩის ბიჭუნა ლაპარაკი აგერ ეხა ამბიცო შენი მოკროდოებოდა წეგან შენს გვერდით არ იბრძოლებდა ზმაო და შენ გამო სიცოცხლეს არ გაწირავდა გაიგე ნუ აი ასანდოა ეს კაცი მე გეუბნები მართალია კაი წავიდით ნუ კაროში მეტონა ლოგიკა აი ყომაგი ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება გინდასე იყოს გინდისე მე შემილია თქვენ გულში რომ გეგულოთ და მენდოთ ყველაზე კარგად მეგრელი კაცის ხარ მაინც ყვაი ნდობა კარგი შენ ყველაზე მეტად გენდობი ძმაო ატონობაში კითხვა მაქვს მაინც მე ისმეთ სასწაული იყო კითხვა ის ლექსი რაც მოყევით მაგრამ ჟესტი სად დაინახეთ ხეზე ეგ მაოცებს მე და მაკვირვებს პეპელამ ჭამა ჟესტი თორე ხემ პერანგი მოისხა არ ჩაღრმავებულან მე ეგრე ძალიან უნდა დავფიქრდე დღესგამე ეგ ფილოსოფიაა ეგრული ფილოსოფია იქნება შეგიძლიათ მოყვეთ ის ლექსი წეღარ რომ თქვით შემილია თუ გინდა თողო დიახ გვინდა გვაინტერესებს გვინდა და თა როგორ გვინდა წინა მოდის კამკამა შერელი ამაზი ხარ ძიფასო ხოშე ჩემო პადარა საზე ხატოს პიკასო მე როგორია სული შემძვრელია ალბათ საქართველოში ავიგე ეს ყველაფერი მაგრამ მაინც ვერ გავიგე ვინაა პიკასო და საიდან მოიტანა მეგობრებო მობრძანეთ გადარეულმა ეს ვისი ბაითია ეს ერთი კარგი კაცის ო დაგედილია უნებას უყურებ ბაჩი საინტერესო კაცი ხარ ხო იცი შენ უნება მიყვარს ადამიანი ყალია მერტისა და ცხოველების გარდა ჩვენ ყველანი ყლიები ვართ შეიძლება დაფიქრება მაგაზე ხო იცი შენ საქართველოში გავიგე ყოფილი ერთი ადამიანის სახელად ზიპერა გამიგია მეც ხო იცი ხო იცი ძალიან საინტერესო ქვეყანაა ეს საქართველო იმედია ერთ დღეს მეც მოხვდები მაგ ქვეყანაში ერთი ამ ცხოვრების დედაც მეგობარა რა შეყლი ხوار ხარ გაიგიდეთ მე გადაგარჩენ ეს ნორმალურია აქ მეგობრებო მე გადაგარჩენ ძმაო ყლიო მე გადაგარჩენ არა ჩანჩქეში მიდის ეს ყლიე მოდი არა მე ჩავარდი ყლიო
ბოლბი ვარ ძმობილო. არა, ვიძირებით. დაგიჭირე ძმაო. ამოგაყვინთო, ამოდი შეყლიო. აუ ჩემ. შეყლიო, ამოგიყვანე. რა გააკეთე ძმაო? ეს რა ქენი ასურე? უცად ეშმაკმა შემიპყრო. ეს მე ყოფილი ვარ. ესე აღარ ქნა. ხო ხედავ ჩვენ საფრთხეში ჩაგვაგდე. მე არ ყოფილი ბროტოსულება მაიზულა. არიან კი ბოროტისულები ამ მიწაზე. ამ მიწაზე ბევრი ბოროტისულია მეგობრებო. იცით რატომ? იმიტომ რომ ჩვენებმა აი ეს ხალხი დახოზეს, ვინებიც ყველაზე ახლოს იყვნენ ბუნებასთან. და ეხლა დაწყევლილები ვართ სულ ყველა. ბატონებო, მოდი თავი შევაფაროთ სადმე. აუ წინ შეყლიობა. აი იმ სახლში. აი ეს კლიროა მართლაც, ღია ეკარები. ალბათ ღია უნდა იყოს, თუ არა და გადაფარული მაინც არის. აუ როგორ გაწინდა ეს რა ყლიობა? ნუ ღია. ღია, მეგობრებო. შევიდე ჩინ თორე ძალიან პინიმონ. მოდით აქ. დავждები აქ, თორე დავიღალი. გათქვა და თათუთაშხია. არ გშიათ? იმარა გიორგი სააკაძე შეყლიო. აბოდი, წამომიარა. კარგით, მოდი მე სანადიროს წავალ. ვინ წამომყვება, აბა? წამოვალ მე, შენის ნებართვის. კარგი, წამობრძანდი ბატონო დათა. თქვენ შეგეძლიათ აქ დარჩეთ და უყარაულოთ აქაურობას, არავინ შემოუშვათ და იცოდეთ აქ არავის არ უნდა ენდოთ საერთოდ. გასაგებია. კარგი, წამოდით ბატონო დათა. დასწაულია ბუნება ხო იცი შენ მაინც? ამბობს და თათუთაშხია. ბუნება სულ სასწაული იყო ბატონო დათა. არის მაინც ბალახი, ჰა და მისი სუნი. როგორი მახინჯი, როგორი ლამაზიც არის ბუნება, ესეთი მახინჯია. იცი? აი სიტყვებია ხო იცი შენ? უნდა დავფიქრე დღეს რა. იცი? მიიხედავ აქეთ-იქით. აი იმდენი სილამაზეა. მაგრამ ამ სილამაზეში იმდენი სიმახინჯე იმალება. და ამ სიმახინჯეს კიდევ ადამიანის გაკეთებული სიმახინჯეები ემატება. ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა. შენ იცი აქ ინდიელებს რაები გაუკეთეს. ჯობია არ იცოდე. ნამდვილად არ ვიცი. ჯობია არ იცოდე. ეს ვინ არის? ბატონო დათა, გაიციეთ, დათა. გადავარდა და თათუთაშხია. ვოი საოცრებო, გადარჩა იგი ნიანგისგან. მიუდი და თათუთაშხია და რას ხედავს წინ? ბატონო დათა. არ დათათუთაშხია, გარბის და ეს თუ კარ. აი ქეფი მობილო. დაიძინა მონიამ თბილისელმა ყლიემ არ მიყვარს თბილისელი. ვა, ჯიბეში ფული უდეს ამ ყლიეს. გაგუდავ შეყლიო. გაიგუდე შეყლიო. ყლიეგან. მოკდა ეს ყლიე. შენი ფული ჩემია. ნაბოზარო ყლიო. ახლა როგორ მოვატყუო იმათ? მოისა ჩემ თავს ვესვრი, თორე ფეხში გავირტყი. თორე ესენი მიხვდებიან რომ მივქენი, ვითომ გავგზარცვეს. მეგრელია თავისებური. ყველაზე მაგარი მე ვარ აქ. ბატონო დათა, სასწაულებრივად გადაუღუშით იმ ალიგატორს. აი ამ გადარჩენაც, ნაკაწრი არ მაქვს ვაფშე. ამ სიმახინჯეზე ვლაპარაკობდი ზუსტად. ალიგატორი ადამიანს ჭამს, ადამიანები ერთმანეთს ჭამენ. სულ ჭამა და ჭამა რა. ჩვენს კი უნდა ვჭამოთ, მაგრამ სხვა გზა არ არის, ასე უნდა გადარჩე ადამიანი. შენი და გამწარებული ალიგატორის ფიქრი. ის კი არა, ვინმე ვჭამო.
ისიც ფიქრობს თალი, იმასაც ფიქრობს ალიგატორი, ისეთი უჭამო, ვაი და აქეთ არ დამოსო და აქეთ არ შემჭამოთო. აბა, არა, ადამიანი რო ხარ, ეგრე კი არ უნდა იფიქრო. ცხოველის გარ ისი განსხვავდები. ძენი კაცი ხარ ბატონო დათა. ისა და შენ ხომ ქართველი ხარ? ქართველი ვარ, ქართველი და თა როგორ მერე? მაგრამ მექსიკურად რატომ გაცვიათ მაშინ ქართველი თუ ხარ? ჩოხა არ უნდა გეცვათ, როგორც ვიცი, ჩოხა აცვიათ საქართველოში. მაგას ვამბობდი მეც, ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადა სწორედ. ჩამაცვეს მე ისევ მექსიკელებმა უცხო ხალხია საერთოდ. არა, საერთოდ არ მქონდა დასაცმელი და ხوار დავრჩებოდი ტიტულად. კარგი, მოვედით, ბატონო დათა. აბა ბიჭებო, რა შვებით? საწავიდა ასური. მოკვდა აზური დაჭრილი ვარ მე, დაჭრილი წამიყვანეს. ხეხზე ათო რა ჭირს ძმა? კი მარა. ასური სად არის? მოკვდა აზური, მოკვდა. მოკვდა კარგი, იქ, მაგრამ ეს ყოველი საწავიდა გიგაბედა. ასური. აი წყალში ჩავაგდე ცხედარი. წყალში რატო ჩააგდე? და რატო ჩავაგდე და მოკვდა ისედაც მოკვდა. და ეს რა დაგუსაფლავებინა. ჩამოთვალე. ვერ დავასაფლავებდით, გახსნა ზუ დედა მოუტყნა. ეს რა ხდება? ვინ გააკეთა ეს? ვინ ქნა ეს ყოველივე ვინ გაბედა? ვიღაცა ყლე იყო. კარგი, რა შეიძლება კიდევ ჯონი ახლოს ბატონო, იყვნენ. რა ვქნათ? ჯონი ბატონო ახლა. კარგი. მომისმინეთ, რა მოხდა გეტყვით. ვიღაცა უცხო კაცი იყო შემოსული და საჭმელი მომეცითო, საჭმელი თქვა. ოდა რომ მივეცით უკან მომგუდა და იმას თავში ესროლა. უნდა წავიდე მე? ვიცა ეს საჭმელი სამასაც მოკლავენ. ამიყვანე. კარგი, ბაჩო. აი ჩემი ცხენი, ბაჩო. მოახტი ჩემს ცხენს და წადი სადმე. მე მივხედავ იმას. ბატონო დათა. გაისადი თუ შეიძლება. გავბიყე. ბატონო დათა, ცოტა ხანი თუ შეიძლება. რა გნებავს კი მარა? ძალიან ცუდი რამე მოხდა იქ, მართალია. ბაჩო უკვე წავიდა იქ. ორჩება. ჩამოჯექი ერთი. ლიერისგან სუსტის დაჩაგვრა ბავშვობიდან არ მეყარდა მე ყოველთვის გმოვდი ამას დასტიკები ვარ ყველანი მიტოა ცხოვრება ასეთი რთული მარა შენ თუ იცი კაცი რატომ არის ადამიანი რატომ არის კაცი ადამიანი? იმიტომ კი არა რომ სხვა მოკლას სხვა გააუბედო ეს რა იყო, მგონი მოვიდნენ. ბიბლია თუ გაქვთ ბატონო ჯონი წაკითხული ბიბლია ნამდვილად ნიშნება იყო მაინც გონია მე ესე არ არის ეს ჩვენი მიწა და იცი ბატონო დათა ამერიკაში უკვე ესეთი რაღაცეები ხდება აღარავის აღარ ჯერა ღმერთის არსებობის საკითხი ჩემო ბატონო ჯონი საქართველოშიც ეგეთი რაღაცა ხდებოდა იცი როგორ მენატრება მაგრამ რა ვშვები თუ იცი შენ აბა რა შვი რომ ენატრება ხოლმე საქართველო ავხედავ მთვარეს და უყურებ ასე წარმოვიდგენ რომ ის მთვარე ჩემი საქართველოა მივდივარ მისკენ მაგრამ მაინც ვერ უახლოვდები გასო სასწაულია ცხოვრება არც იქით უნდივარ არც აქეთ უნდივარ და საიცავიდე აწი საგებია მესმის თქვენი ისე შენ რას ფიქრობ ამ სიტუაციაზე ჰა აის არ ვიცი მე არავის არ ვეხები არავის ვადანაშაულებ ჩემთვის მაგრამ არა მოიცა მაგრამ აის ასური მოკლეს და ბაჩო დატოვეს ცოცხალი კრიმინალების ადგილას აის ბაჩო ისეთი როჟა პირველი ბაჩოს მოკლავდი იმათ ადგილას რავი მაინც არ ვფიქრობ მე მან რამე რო იყოს ისეთი მაინც გასარკვევია კარგად მაგრამ ერთი რამე კი მაეჭვებს მაინც აბა რატო ესროლეს მაინც მარჯვენა ფეხში არაა ეგ სასწაული არ ვიცი მაგრამ შენს ადგილას აი ბაჩოს არ ვენდობოდი რა ლექსები იცის და მაინც ხელოვანია კაცი კარგი თქვენ როგორც გინდათ ისე ფიქრით მაგრამ ჩემს მაინც შემაცლევინებთ იცი ჩემ ბიზაშვილს უყვარდა ლექსების წერა ბოშო წესით აქეთ უნდა იყოს აქეთ გამოუშვი
წესით ფეხიც მოურჩებოდა უკვე. ბაჩო, როგორ აგაქვს ფეხი, ბაჩო? ფეხი, რო? იძე მოდი ჩაგეღუტო. მოდი და ჩამეხუთე აწი. აბა, მოდი. აх, ჩემი ვერ ვიცინებ. აუ, ერთი ჩაი გაასწორებდა ახლა. ვახ, ბატონო დათა თქვენ აქ ხართ? აი გამარჯობა ჯონი, აი გამარჯობა. ჩაის ხვანინებებთ. დიახ, ზუსტად მაგისტრის გამოვედი და რატომ ვერ იძინებთ? ერთი ჩაი თუ შეიძლება. რას ვტანებთ? რატომ ვერ იძინებთ თქვენ? არ მაძინებს დედაბუნება, არ მაძინებს ფიქრები. არ მომწონს რაღაცა ეს ამბავი. მე ლამბავზე იძახე. საეჭო მეჩვენება მე რაღაცა, როგორ მოკვდა ასური. რატო დაიჭრა მარჯვენა ფეხში მაინც ბაჩო? ეს ყელი. არ არის აქ კაი ამბავი. ამას მოუკლეო. არ ვიცი რა. რას ფიქრობ შენ? ბაჩო, ერთხელ აბრაგირო ვიყავი. გასაძარცვად შევედი ვიღაცაგასთან. დიდარი კაცი იყო, არ უჭირდა არაფერი, მაგრამ გლეხურად ცხოვრობდა მაინც. არადა მასზე მდიდარი ქალაქში არავინ არ იყო. უთხარი კი, მაგრამ შვილები შვილები გიკვდება, რატო არ იყენებ ფულს მეთქი? რა მიპასუხა თუ იცი შენ? რა გიპასუხა? სადამ აქვს მე მაგდენი ფული? შვილები რო გამოკვებო 100,000 რა ფულიაო, ასე მიპასუხა მან? ფული ვერ გამოიყენე შენი შვილების სასიკეთოდ. რა კაცი ხარ მაშინ შენ? მართალი ხარ ბატონო. დათა. და რა საპირებ ახლა შენ? უზე არ უნდა გაიყიდოს კაცი. რა საპირებ ამ სიტუაციაზე? ბაჩოს უნდა უთხრა? არავის არ ვეტყვი მე, ფიქრი მჭირდება მაინც, მარტოობა. როცა მარტო ვარ, ფიქრები მოდის და გადის. კარგი ბატონო დათა, მაშინ მე აღარ მოგაცდენთ. დაფიქრდი მაგაზე კარგად. დათა, თუ დახია. როგორ ახარ ჩქიმჯიმა? გამარჯობა ბაჩო ბატონო, კარგად თავად როგორ გიგითხოთ? აი ვიცი ერთი მოგიძდები იმეს ვილაპარაკოთ რაღაცეები. სასწაულია ბუნება. წვიმიან ამინდებზე გამოსვლია ბუნება რაღაც ძალიან მიყვარს, მაგრამ ჭაობიან ორი თხილად უნდა იყო, იქნება ვიღაცა მხელი კრას. ეს გადაობა იყო. ოქრევი რა. შუტკა მაინც ვარ. სასაცილოა, მაგრამ მაინც საოცრებაა ბუნება, თუ იცი რატო? როცა მოდის წვიმა, არავის არ უყვარს წვიმა, მაგრამ მე მიყვარს, იმიტომ რომ მაშინ ვარ ცოცხალი სწორედ, მაშინ ვზნობ თავს ცოცხლად. მაშინ მოძრაობს მდინარე და მაშინ ადიდდება ხოლმე. ამბობს ამას დათათუთაშხია და თან ოცნებობს საქართველოს დაბრუნებაზე. ძალიან კარგია, ძალიან კარგი. მე ზოგადად წვიმა მიყვარს, იმიტომ მიყვარს რომ ვერავინ ვერ გაიგებს როდის ტირი და როდის არა, შენ ემოციებს მაირავ. აინტერესო რაღაცა თქვი ამ წუთას, ბაჩო ბატონო და შეიძლება მაგაზე ამით ფიქრი ახლა. აი ვიფიქრე, მაგრამ რაღაც უნდა გითხრა. რაც შეიძლება არ მოგეწონოს, აი, წვიმაც მორჩა კაკრა. ძანე ბაჩო ბატონო, ჩემი გული თქვენთვის ღიაა ყოველთვის. მე მინდა რომ უკან გამოიხედო. შლები ბაჩო ბატონო. შენ რა დაგიშავე კი მაგრამ. მაიძულე, თავიდანვე მივხვდი შენ რაღაცეებს ასურიზე, მე ვიცოდი შენ რომ ჭვიანი კაცი იყავი. ამაზეა ნათქვამი. ვისაც შავაც ვიმაგამ ხადასწორეთ. ამას მე ვერ გავაკეთებ. ჩახტი წყალში შენ თვითონ და მოკვდი. რას მიკეთებ ბაჩო? სხვა გზა არ დამიტოვე. ეს მას შენი ძმობა და ვაჟკაცობა. ვერ გენდობი მე მაინც მეგრული სისხლი მაქვს, რატო ვერ ხვდები ამას? შევტრიალდები მაშინ და კიდევ ერთხელ უყურებ ზეცას, გავიხედავ მთვარეს, შევხედავ და ვიფიქრებ ჩემს საქართველოზე და სამეგრელოზე.
ქენი რაც გასაკეთებელია ბატონო ბაჩო მიყვარდი. ოხ შენი ვიცოდი ეს სულით ბოროტი იყო ეს კაცი. სად ახარ ბაჩო? სად ახარ? შენ დაგაჯდება სიკვდილის ბუზი. სად არის? ჩემ ოთახში იმალება უეჭველი. ჩემი ფული სად არის? ჩემი იარაღები. მოკლავ ბაჩო წურწუმია. ბაჩო! ამას ეგონა დამემალებოდა, ხო? მეგრელებმა არ იცით ალბათ. ეხლა როგორ მოძრაო. ბაჩო! შენ რა გეგონა, როგორ გამექცეოდი? აქ შენ გონია ვინმე გამექცევა, ეს ჩემი ადგილია, ჩემი სამშობლოა, ჩემი მიწა-წყალია. კარგი ძმაო, კარგი. მე ვიცი შენ რომ გაბრაზებული ხარ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ახსნა. რა ახსნა უნდა კონდეს ამას? ამ ყველაფერს რა ახსნა უნდა კონდეს? ნუ მე იცი შენ რომ მეგრელი ვარ და მეგრელებს დავისთავად. გვაქვს გავსი რამ სისხლში. ახლოს არ მაგრამ ახლოს არ მოხვიდე ბაჩო. ჩვენ შეგვიძლია რომ ვითანამშრომლოთ. ბაჩო ახლოს არ მოხვიდე, გეუბნები. კარგი. ანუ ყველა ვარიანტი მკლავ. აბა რა. შენ უნდა გადაიხადო ყველაფერს, რაც ჩაიდინე. კარგი. მაშინ მოდი ჩემ ლექს ვიტყვი მაგამდე. მათქმევინე ბოლოჯერ. შეტრიალდი. თუ არ ეს უყურე და დათაზე იფიქრე, დათას რა გაუკეთე. ასურიზეც იფიქრე. გახსოვს დათას როგორ უყვარდა მთვარე. რა გაუკეთე კაც. თუ დაშხია ეს ძალიან კარგი პიროვნება იყო და ძალიან კარგი კაცია. კარგი კაცი თუ იყო სიკვდილს არ იმსახურებდა. კარგი, მათქმევინე მაშინ ლექსი, მათქმევინე და მე მომგალი. დადექი კლდის პირას. წიმა მოდის კამკამა. შენ რა ლამაზი ხარ ძვირფას. ხო შენ ჩემო პატარა. კეთილი იყო შენი მობრძანება ამერიკაში ბაჩო. და წაბრძანებაც. ხომი შენი ბაჩო წურწუმია. აცი მეგრელები რო ჩამოვლიან აქ, ცოტა სხვანაირად მიუდგები. ეს ძილის თუ რამე ღირდეს რა. ეს რა გასროლის ხმებია? ახდება, კიდევ ჩამოვიდნენ მეგრელები. თუ ეს